მოგზანდით ჩვენს სიმაში. მადლობა. მოგზანდით. გამარჯობა. გამარჯობა. ძალიან. ეთილი იყოს ჩვენი ფეხი ამ ოჯახში. სიკეთე და სიმშვიდე და სიხარული შემოგვეტანოს. ბატონო აზორ, კოკა-კოლა მოგარქვით. კოკა-კოლამ გამოგიგზავნათ. გიყვართ კოკა-კოლა? ძალიან, მხოლოდ ამას ვსვამე და თანაც შაქრის გარეშეა. შაქრის გარეშე. ძალიან კარგია, დიდი მადლობა. ბატონო აზორ, თქვენ გვიმზადებთ ღომს და ელარჯს. ღომს, ელარჯს გიმზადებ და ჩვენ კიდე მოვამზადებთ ხარჩოს, მეგრულ ხარჩოს და გვაინტერესებს რომ შეგვიმოწმოთ როგორია. ერთი სული გვაქვს რომ დავიწყოთ შეუდგეთ საქმიანობა. მოდა კიდევ საიდუმლოდ გეტყვით. ხო. ვიცოდი რომ თქვენ ხარჩოს მოვამზადებდი, მე უკვე გავაკეთე კუჭუმაჭი, რომელსაც უნდა ქინძი და ბროწეულის დამატება. მეტი არაფერს, იმიტომ რომ ამას დიდი დრო უნდა და აუცილებლად გავაკეთე. მოგზანდით. ეხლა ღომე უნდა გავაკეთო ჩემ ლამაზ პუტკუნებთან ერთად. სამწუხაროა რომ მესამე პუტკუნა ნინო ჩვენთან არ არის, მაგრამ კოვიდს ემზვის და ვიცი რომ გამარჯვებული გამოვა. დღეს ორი პუტკუნა ჩემთან ერთად არის და მე ვარ ზუგდიდში და ღომი მე უნდა გავაკეთო. ამიტომ დავიწყოთ ეხლა რომ დრო არ დავკარგოთ. აუცილებლად 6-7 კაცზე უნდა გავაკეთო ღომი. ღომის შემდგომ დავტოვებ კიდევ ელარჯისთვის. ან ერთად უნდა მოიხარშოს ღომი და ელარჯი, ხო? არა, ჯერ ღომი უნდა მოიხარშოს, ხერხილი უნდა მოიხარშოს, უნდა გაირეცხოს კარგად. ეხლა უნდა წავედი, გავრეცხო კარგად. წინეთ როდესაც ევროღერღილი არ იყო, უფრო ბევრი რეცხვა უნდა და ეხლა ამაზე არ არის. კარგია სახლზეა დამოკიდებული. ის რომ თეთრი უნდა იყოს ღომი აუცილებლად. მოხარშვა საათნახევარი დაახლოებით ჭირდება. ხოლო მერე როცა შევზელავ ფქვილით ამ ღომს და რაღაცები, მერე 1-10-15 წუთი უნდა თუხებდეს კარგად. ბატონო აზოჯა, შეიძლება რაღაცა ვკითხოთ? კი ბატონო. ხო, თქვენ ისე გემრიელად აუხსენთ ამ ყველაფერს. მარტო რჩება რომ ერთი შევეკითხო, ამის მერე რას ვაკეთებთ, რას ვამზადოთ, რა პოზიციაში ვართ და რამდენი გრამაჟობა. ნუ როგორც მე მივხვდი, თქვენ უკვე თვალის ზომაზე ხართ. თვალის ზომით უნდა გააკეთო, უნდა იცოდე რამდენი კაცს უნდა დაუგო ეს ღომი. 6-7 კაცზე გავთვალე მე ხა. აი ამის მერე რას ვაკეთებთ? ამის შემდეგ წყალს ჩავასხამ ისე რომ აი ეს დაფაროს. ჩოგანი. მე დავდგავ გაზზე და დაველოდებით ამის მოხარშვას. სანამ ღომი ითუხთუხებს გენასვალოს გაიავ, ჩვენ კიდე მოვამზადოთ ხარჩოს და როგორც ჩვენი ეკა რომ სამეგრელოშია უკვე და ცხოვრობს იქ, დღეს იქნება თქვენი შეფის დამხმარე. აი ესე და მე კიდე გავაკეთებ ყველაფერს, ანუ პატივისცემით ვიყოთ რა. მე კი ამისთვის ეკას წინასწარ მოუხარშე ხორცი რომ დრო არ დაიკარგოს და თქვენ ძვირფას დროს გავთხევდე. ნაგაია დაიწყე ხახვი და ნიორის გარჩევა. ნაკოთ ძველებურად ბატონო აზორმა მოინდომა რომ ქვასანაყით გაგვემზადებინა ყველაფერი. მე დაუმთავრე საზღვარგარეთ, ცხოვრობდა 105 ქვეყნის წარმომადგენელი ჩვენს ინსტიტუტში. დედას მიმწერე წერილი, რომ დედა მეთქი ხარჩო და ღომი როგორ მოვამზადო და დედამ გამომიგზავნა რეცეპტი ხარჩოსი, ღომის და გამოატანა მატარებლით ხერხილი, ფქვილი, ეს სუნელები, მიგოზი, აი ესეთი სანაყი და დავიდებდი ამ დიდი მას რა ქვია წერილს როგორ უნდა გავამზადო და ვამზადებდი ისე მალე ავითვისე ეს და
ისეთი სუნი იდგა საერთო საცხოვრებლის აი ამ სართულზე წარმომიდგენია ყველა გიждდებოდა და ყველა მორბოდა ჩვენ ხარჩოს თვის ვემზადებით თქვენ აკეთებთ ხარჩოს მანამდე როგორც გითხარით მე კუჭმაჭი მოვამზადე და კუჭმაჭს უნდა ეხლა წვრილად დაჭრილი ქინძი ძალიან წვრილად უნდა ტომატი და აი ეს ცხინვალე ბროწეული ბატონო აზორ ჩან ხართ რომ ძალიან რისკიანი ადამიანი ბრძანდებით ძალიან ცვლილებები გიყვართ გეტყობა ამას აქში მერობის კანდიდატი კენჭს იყრით ჩემო პუტკუნა დიდი მადლობა ასეთი შეკითხვისთვის ხო მე ექიმი ვარ მოწოდებით მე-5 კლასიდან თუ უფრო ადრე მინდოდა ექიმობა და ეს ოცნება ავისრულე საკმარისი არ არის ის რასაც მე ვაკეთებ ავანტყოფებს კურნალობ ძიმე ავანტყოფს გულს დებ მაგრამ როცა მთლიანად საქართველოა ალბათ როცა საქართველოს ჭირდება განვითარება და ხალხს რომ უნდა მივცეთ საშუალება რომ თავისუფლად ისუნ თქონ გაჭირვება არ იყოს სიღარიბე არ იყოს შულის ენა არ იყოს ნამდვილად კარგად ვაპარაკოთ ბატონო და სულ მინდა რომ ილაპარაკოთ ვილაპარაკე όμως არ შემიძლია რომ არ თქვა ბოდიშით აი არ ბატონო აზორ ეხლა რომ ლაპარაკობთ მარტო ექიმი კი არა ხართ აი გულით აკეთებთ ამ ყველაფერს და შინაგანად რასაც დევს იმას რო ამბობთ აი არ ვიცი რა მადლობა დიდი მადლობ თქვენ რო ეგეთი ექიმებიც არ ვარ ადამიანებიც არიან და ექიმის გარდა ოჯახში როგორებიც არიან ბატონო აზორ ჯან რაღაცა მინდა გითხრათ ესეთი აი დიდი გულის პატრონი გაქვთ თქვენ აი ესეთი დიდი გული გაქვთ თქვენ აი ეს ექიმის რო ხართ ეს ყველაფერი რო ხართ ამ ყველაფერს რო ხედავთ ბევრი ნეგატიური რაღაცა ავანტყოფები ყველას ეხმარებით ეხლა კიდე ეს მეორე საქმე მყარად უნდებოდ რაღაცა თქვენი გული როგორ არის თქვენი გულის საქმე როგორ ვფრთხილდებით როგორი ხო ჩემ გულს ანზორი არ ვფრთხილდება ჩემ გულს ვფრთხილდება ღმერთი ხო იმიტომ რომ როცა სიკეთეს აკეთებ როცა სიამოვნებას ანიჭე როცა ახალგაზრდას დაფინანსებ და სწავლას გაუგრძელებ როცა გაჭირვებულს დაიხმარები და ფეხზე წამოაყენებ აი ეს არის გულის დაცვა. ხო. სხვანაირად არაფერი არ გამოვა. ეხლა სვანელი დაჭრილია ცხინვალით. ეხლა ბროწეული რომ უნდა გავათავისუფლოთ. ბატონო ანზორ, რა უნდა შეგეკითხოთ იცი? გული და კუჭი ფლირტაობენ? რატო გეკითხეთ? გული როცა ჯანმრთელია კუჭიც თუ ჯანმრთელია, მაშინ შეიძლება ეს იყოს. იცით რატო? აი გემრიელ საჭმელს შეჭამ. გულს უხარია? მე გამიგია რომ უი გულს უხარიაო. გულს უღარ უხარია. რას ვეუბნებით? ეს არის სიცოცხლე, როდესაც კარგ საჭმელს ხებულობ, როცა გული ჯანმრთელია. ბაბონს, გული გრძნობი არის, ყველაფერი გულია, კუკუშ რა გჭირს. იმიტომ გეკითხები. იმიტომ გეკითხები, ხან ხო გულის სპეციალისტი ბრძანდებით. მე კუჭის. აჰა. ანუ მზარეული ვარ. თან მიყვარს. ბატონო ანზორჯან, აი თქვენ ხო ხართ ჩართული საარჩევნო კომპანიაში. ხო და აი რო ხართ ჩართული ეს და როგორ ახერხებთ ამ ყველაფერს ორივე ერთად პლუს ავადმყოფები, ყველაფერი კურნალობა, პლუს ეს არჩევნები, აქეთ წასვლა, აქეთ მოსვლა, ეს ყველაფერი როგორ ათავსებთ? ვარ ექიმი, მოწოდებით. როცა ექიმი ხარ, შენთვის ყოველთვის უნდა იყოს დრო, რომ ავადმყოფს დაეხმარო. ხო, აუცილებლად კვირაში ერთხელ როცა დასვენების დღე იქნება მე აუცილებლად თბილისში ჩავალ და ჩემ ავადმყოფებს მივიღებ იქ იმიტომ რომ
მე იმათ უპატრონოთ ვერ დავტოვე. აი რა პასუხისმგებელია ძალიან. მადლობა. ჩემი იკამ უკვე თითქმის გამზადა და უნოზე დადგამს ამ იმას. მე ამ დროს მინდა ის მომაწოდეთ ჩემი გამზადებული კუჭმაჭი, არაჩვეულებრივი კუჭმაჭი. აქ მინდა აუცილებლად ტომატი. ამ დროს ხომ შევზილავ ეხლა. ფულს დავაყრი. კარგად მოურევ ღომს, მერე ღომი 10-15 წუთში უკვე მზად იქნება და მერე ელარჯისთვის ყველი უნდა დამიჭრათ წვრილად და გავაკეთებთ ელარჯს. კი გენაცვალე. მეგრელები როგორი ხალხი არიან? აი როგორ შეგიძლიათ რომ აღწეროთ მეგრელები როგორი ხალხი არიან? მეგრელები ძალიან გულთბილი ხალხი არიან, ძალიან შრომისმოყვარე. მე გამიგია რომ ერთმანეთის გულში დგომა ძალიან იციანო. ძალიან მაგრად იციან. ხარჩოც მზად არის, ელარჯიც იქნება და წავიდეთ დავაგემოვნოთ ჩვენი გაკეთებული ერთობლივი ხარჩო, კუჭმაჭი, ღომი, ელარჯი. გეპატიჟებით. აბა დააგემოვნეთ ახლა გაგვიხსენეთ ხარჩო. ორაკ არომატი აქვს ხალხნო. ეხლა თქვენი გამზადებული ელარჯი უნდა დავაგემოვნო, არ შეიძლება რომ არ გავსინჯოთ. თან როგორია დედა, მაიმე აი არ ვიცი. ხარჩო არის ღაპარი. ბატონო ანსორ. მე მგონი დროა რომ იფიქროთ სამზარეულოზე. ხო ძალიან რისკიანი ადამიანი ხარ. როცა გავემარჯვებ ამ არჩევნებში აუცილებლად დაგვატიჟებ ჩემ გაკეთებულ ხარჩოზე და ღომზე. აი პოპისიანი კაცია, რომ ადამიანი ყველანაირი მხრიდან არის ძალიან მაგარი. და ჩემთვის პირადად და ჩვენთვის ყველას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა ამას. გაგვეხარდა ძალიან რომ გაგიცანით და გამონახეთ დრო, ასეთი დაკავებული და ძვირფასი დრო ჩვენთვის და დავემშვიდობებით ჩვენს მაყურებელს. მომავალ კვირამდე შეგხვდებით მესამე ფუტკუნასთან ერთად, ნინიკოსთან. დიდი მადლობა და მოგითხრა ნინიკოს. დიახ და ნახვამდის საინტერესო ადამიანებით, საინტერესო კერძებით. გვიყურეთ, გაერთეთ, თქვენც გაიხარეთ, ჩვენც გაგვახარეთ. კარგად იყავით, ნახვამდის. გარია ეს თუ ჩვენია და შეხედე გოგო აუ მინდა რა გამაზა პროსტა გაიან დამსვი რა ტელევიზორში გაიანე აუ ნინო სად დახარ პროსტა დავით საძინებელი უნდა გაიანო ერთია ბაცმეა ჩემია გაიანე Запросто. Нарики хланинос. Хланинос დავრიკავ და ნახე რა დამაზა პროსტა. რა სამე ყავა უნდა დავლიოთ და სურათი გადავიღოთ და დავდოთ სურათი Facebook-ში. გაგიდება სულ ეგრე იცის. მოიცა და ურეკავე ხან? ნინო, როგორ ახარ? აი რა ეთყობა ხამა კორონაში რა ეთყობა შეხედე როგორ გადაფრანგე. შეხედე ამას გოგო ჩვენ აქ წევართ სერიოზულ კარგ გემრიელ შეხედე როგორ საწოლზე წევარ. ორი გადაღება შემდგარში ბედნიერად ვცობს.
ეგ არის კარგად შეინახებ სანამ არ გეგიმსო ჩემი რაგვე დამიც კარუნო და შენც კარუნო ვირბინო აი ნახვამი ჩემი ნერვები აღარ მაქვს უკვე ჩემი დანახვა აღარ მინდა ნინო აი ეს არის გოგოში აი ეს ო ბორჭა აი